2016 წელს 20 აგვისტოს მეგობრებმა გადაწყვიტეს, დაელაშქრათ მთაყვირა. მათგან არც ერთმა არ იცოდა გზა. მხოლოდ რუკის დახმარებით მიდიოდნენ. მიადგნენ წყემსების ქოხს, სადაც უნდა გაეთიათ ღამე. ბიჭებმა გადაწყვიტეს უმაღლეს წერტილზე ასვლა, მაგრამ ევგენი დარჩა და შეშის მოგროვებას შეუდგა. ბიჭები გადაადგილდებოდნენ რთულ რელიეფზე. ავიდნენ ყველაზე მაღალ წერტილზე. მერაბიმ და ზურიკომ გადაწყვიტეს უკან დაბრუნება, ხოლო ბექა და მამუკა დარჩნენ, რათა დალოდებოდნენ მზის ჩასვლას. ამასობაში დაღამდა. დაიწყეს გადაადგილება ქოხის მიმართულებით, თუმცა მალე ფანრებიც დაუჯდათ და მოძრაობა გართულდა. ყვიროდნენ, რომ მეგობრებისთვის ხმა მიეწვდინათ, თუმცა უშედეგოდ. ამ დროს გამოჩნდა რაღაც სინათლე. მიამსგავსეს ფანრის შუქს. იფიქრეს, რომ იქ შეიძლება ქოხი ყოფილიყო და გეზი აიღეს ამ მიმართულებით. ამასობაში მერაბი და ზურიკო ჩამოსულიყო ევგენისთან, რომელსაც კოცონი დაენთო. მალევე ბექამ და მამუკამ ნახეს ეს კოცონი და განასხვავეს იმ სინათლისგან, რომელიც შესამჩნევად მოძრაობდა ტყეში. როგორც იქნა ჩამოვიდნენ. მოუყვნენ ამ ამბის შესახებ სხვებს და იკითხეს ფანეთ ვინმე ხომ არ იყო გასული ტყეში შეშის მოსაგროვებლად. მათ უპასუხეს, რომ არა. დააწესეს მორიგეობა ღამით. ბექამ და ევგენიმ ისევ შენიშნა ეს ნათება ტყეში, მაგრამ მალევე გაქრა. დილით მერაბი და ბექამ დაზვერეს ცოტნე დადიანის მღვიმე, სადაც ლამაზი დარბაზები აღმოაჩინეს. შემდეგ, როგორც იქნა მიაგნეს ქუაქანცალიას, გადაიღეს ბევრი ფოტოები და დაბრუნდნენ სახლებში. თან წაიღეს ბევრი ტკბილი მოგონება. ამ დღეს ჩაეყარა მოლაშქრეთა კლუბი შარაშიას დაფუძნებას საფუძველი.